ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანო გალახვარძემ და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა 1993 წელს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. პარტიის წარმომადგენლებმა ჯარისკაცების საფლავი დაასუფთავეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. თელავში ქართველების სასაფლაოზე 1993 წელს დაღუპული 8 ჯარისკაცის საფლავია. აქ 4 ქართველი, 4 კი რუსული გვარის მქონე პირია დასაფლავებული. დღეს გმირების საფლავები ომში მონაწილეებმაც მოინახულეს და თანამემამულეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ჩვენს ახალგაზრდულთან ერთად პატივი მივაგეთ ამ დაღუპულ გმირებს. მე მინდა ერთი რამ თქვა, ერი რომელიც ბოლომდის არ დააფასებს, ყოველთვის არ დააფასებს ამ ადამიანების სისხლს, ამ ადამიანების ხოცს, მას არასოდეს არ ექნება მომავალი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს ბიჭები თუ რას შესწირეს თავი, რისთვის წავიდნენ ამ ქვეყნიდან. პირადად მე და ჩვენ მოვდივართ ხოლმე აქ ომის ვეტერანები, ომის მონაწილეები, ტრადიციათ აქვს, რომ ყოველ წელს, ყოველ 27 სექტემბერს მოვიდეთ აქ და პატივი მივაგოთ ამ დაღუპულ მებრძოლ ბიჭებს.